რომელ მანქანას აქვს საუკეთესო მოჭიდება ყინულზე. დავიწყოთ BMW-ს მესამე სერიით F30-ით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მანქანაზე გამორთული არის მოცულების საწინააღმდეგო, რომ უფრო რეალური შედეგები მივიღოთ მანქანებისაგან. თამამად შემიძლია, რომ ამ მანქანას დავუწერო 7.10-დან. მოდი ამ საფარის მეფე Audi A6-ი ვნახოთ, როგორ შედეგს მოგვცემს. ძალიან მაგრად დაიწყო. Audi-s quattro სისტემა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარ შედეგს დაგვიდებს. ამ მანქანას თავისუფლად შემიძლია 9.0 დავუწერო 10-დან. ნახოთ S60-ის კუზაო 530 რა სიზავს, ამ მანქანასაც all-wheel drive სისტემა აქვს თავისი და ვნახოთ რამდენად კარგად შეძლებს გადასვლას. ბიჭო, ცოტა გაუჭირდა მიუხედავად იმისა, რომ all-wheel drive-ია ეს მანქანა, ალბათ 6-10-დან, მე ასე მგონია. მოდით BMW-ს SUV-ც ვნახოთ თავისი X-Drive სისტემით და ვნახოთ როგორ გადავა X5E53 ესეც საფარზე. მოდით ამ მანქანას 7.0-ს დავუწერ 10-დან. მსგავს სიტუაციაში Mustang-ისგან კარგ შედეგს არ უნდა ვეულდოთ, იმიტომ რომ უგანადამყვანი მანქანა არის, მაგრამ ვნახოთ რაც იზავს Ford Mustang-ის ახალი თაობა და საერთოდ შეძლებს თუ არა გადასვლას ამ ყინულიან საფარზე. 3.10-დან. საინტერესოა Range Rover-ი რას მოახერხებს ყინულიან საფარზე. ჯერჯერობით საკმაოდ კარგად დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ მოძრაობაში არის საბურავები. ამ მანქანას 6.0-ს დავუწერდი 10-დან. ვფიქრობ კარგი შეფასებაა. ვიცი ძალიან ბევრი ელოდებოდით ამ მომენტს, ასე რომ დავტესტოთ რას იზავს J65 AMG ყინულოვან საფარზე. ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ აღმართში გაუჭირდა J65-ს ჩემდა გასაკვირად და საერთოდ ვერც კი ავიდა ხალხო. J65-ს დავუწევთ 4.10-დან. მეგონა რომ ავიდოდა მართლა. მოდით Mercedes კიდე მივცეთ შანსი და ამჯერად GLS-ი დავტესტოთ თუ შეძლებს ყინულოვან საფარზე გადასვლას. ამან უფრო კარგად დაძრა, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ. ამ მანქანას თამამად დავუწერ 8.0-ს 10-დან. და საბოლოოდ რაც იზავს ქარხნული E34 GT არის ყინულოვან საფარზე, ესაც all-wheel drive სისტემის მქონე მანქანა არის და ძალიან მაგრად გადავიდა. ამ მანქანასაც 8.0-ს დავუწერ და მარტო 10-დან. შემდგომში რა მანქანა დავტესტოთ?